უწყვეტი პროტესტის 56 დღე. ევროპული მომავლის მცველები ქუთაისის მერიასთან დღესაც შეიკრიბნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მათ პროექტორის მეშვეობით ფასადზე გაუშვეს წარწერები თავისუფლება მზიას, ასევე არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით თქვენ ათეულობით ადამიანს ხედავთ ქუჩაში. დღეს პროტესტი იყო ასევე მესხიშვილის თეატრშიც. ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაწყვიტა სპექტაკლის მიმდინარეობისას ბანერი გადმოეფინა წარწერით თავისუფლება რეჟიმის მსახიობებს. აღნიშნული მაყურებელი სამოქალაქო აქტივისტი გოჩა უგუნავა იყო, მე მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. გოჩა, რისი თქმა გინდოდათ ამით სპექტაკლის? მოგესალმებით. იმის თქმა, რასაც ვამბობთ 56 დღეა უწყვეტად, რომ სოლიდარობა და თავისუფლება ტყვეებს. ეს არის უცვლელი მოთხოვნა იმასთან ერთად, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული იყო ეს ასე ვთქვათ პერფორმანსი იმით, რომ ქუთაისის სახელმწიფო თეატრი არ არის სოლიდარული თავისი კოლეგების მიმართ და მათ შორის ერთ-ერთი ქუთაისელი მსახიობი, რომელიც წარსულში მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო, ვიცით რომ დაკავებულია და არა მარტო ერთი, რამდენიმე რეჟისორები, მსახიობები, თეატრის მენეჯერები, ძალიან ბევრი არტისტია დაკავებული და ფიქრობ, ეს ნება აღარ არის, ეს არის ვალდებულება, რომ სახელმწიფო თეატრი იყოს სოლიდარული მათი კოლეგების მიმართ. დღეს ამას ემსახურებოდა ჩვენი დღევანდელი პერფორმანსი. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ასევე სასამართლო პროცესი გაიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მაყურებელმა იცის, რომ რამდენიმე კვირის წინ მიშიკო მუმლაძეს სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. როგორ დასრულდა დღევანდელი პროცესი? თავად მიშიკო გვეტყვის. მიშიკო, რომ გითხრათ, ცოტა ხნის წინ დაბრუნდი სასამართლოში. კი, 57 დღე გრძელდებოდა ეს სასამართლო და შედგენილი ოქმი, სადაც ამბობდნენ, რომ მე თითქოს სამ პოლიციელს ვაგინე. დღევანდელ სასამართლოს ხტომაზე საერთოდ არ უხსენებიათ და დღეს უკვე ისაუბრეს კარგად ნაცადი მეთოდებით, რომ ვითომ გზას ვკეტავდი, თუმცა ამის არანაირი დამადასტურებელი ვიდეო არ არსებობს და დამიწერეს ჯარიმა 2500 ლარი. ცხადი ამ ცირკის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. გავასაჩივრებ, თუმცა იქაც არ აქვს დიდი იმედი, რომ რაიმე შეიცვლება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს დანაშაულს ჩემი მხრიდან ადგილი არ ქონია. ძალიან დიდი მადლობა. ქუთაისში მერიასთან რამდენიმე დღეა ჟურნალისტები უწყვეტ აქციებს მართავთ თავისუფლება მზია ამაღლობელს. აღნიშნული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი არის ჩემი კოლეგა ეკა ფხაკაძე. ეკა, როგორ აფასებთ მზია ამაღლობელის დაკავებას და რა არის თქვენი გზავნილები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ? ირაკლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არც კი განიხილა ასეთი რეზონანსული საქმე. ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს არ იყო სასამართლოს პასუხი, რომ ეს რეჟიმის პასუხია. მზიას ედავებიან პოლიციელისთვის სილის გაწნას და ის რომ ჩვენ ყოველდღე ვაწვდით სილას პოლიციელებს, მაშინ როდესაც ათასობით ადამიანი უკვე თითქმის 2 თვეა ვიძახით, ყველგან პოლიცია არსად სამართალი. ოღონდ ყველას ხო ვერ დაიჭერე, მზია დაიჭირეს, იმიტომ რომ თავისუფალი მედიის დამფუძნებელია, თავისუფლება მზიას თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ძალიან დიდი მადლობა. მაშასი ასეთია ვითარება ქუთაისის მერიასთან უწყვეტი პროტესტის 56 დღეს ათეულობით ადამიანი ისევ ქუჩაში არის გამოსული უცვლელი მოთხოვნებით. ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება.